ვინ ხარ? მე შენ გიცნობ, ვინ ხარ? ამას მარტო ვერ გავამკლავდები. Დაბა თქვენ ისეთ კარგ მუშაობას გისურვებთ. წავედი. ეშა. ზია მოიცადე. უკვე გააკეთეთ? იქ ვიხართ ადგილზე. ჯერ შენ მითხარი იპოვე რამე? ვიპოვე ზია. იქ კაცი ვნახე მეთქი, გამახსენდა ის კაცი. იმ დროს ომერის წინააღმდეგ რაც დაგეგმეს, ის კაციც იქ იყო, გამახსენდა. ზია ის დიდად არ ჩაღრმავებია იმ ამბავს, რაც ომერს შეემთხვა, არც ეზელს იცნობს ძალიან კარგად. გასაგები. ო კარგი ეზევ. ახლა ერთი საქმე მაქვს გასაკეთებელი, მე ვილაპარაკოთ. მე დავაღებ. როგორ ხარ ჯან? ზეზელ შემოდი, ახლავე დაუძახებ დეიდას. არა, არ დაუძახო. დედა სახლშია? არა, წავიდა. იცი საწავიდა? ეს ცუდად დამთავრდება ეზელ. დამთავრდება? თითოეულის ცხოვრება საწვავია. მე მიდი, დაიწვი. ჯობდა არაფერი გაგვეკეთებინა და დაგვეწყევლა ეს დღე. ჯობს გავაკეთოთ და წეული იყოს ეს დღე. არასწორი. შეცდომა. ის რაც აქამდე წარსული იყო შეიძლება ახლა იქცეს შეცდომად. რა არ შეიძლება? ეშა. არა ეზელ, გეხვეწები გაჩუმდი. მიყვარხარ.
ეიშან. ეიშან. არა, ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწყებით. მე უკვე ვიწვი. რაში გამოიყენებ ამას? ნებისმიერ რამეში. ოდესმე შურიზიების იარაღად იქცევა. დაგიჯერა? დამიჯერა. იმიტომ რომ სიმართლე ვუთხარი. ეს საუკეთესო საშუალება შეცდომაში შესაყვანადზეა. დაბრუნდა. დაგიჯერა? არ მეთქვამ შენთვის რომ ოსტატი გახდე. ისეთ რაღაცებზე შეგიძლია წასვლა თვით მეც რომ ვერიდები. ალის შენ ეთამაშები გადათაგვობანაზე. მე მხოლოდ დასასრული შევცვალე. მე მინდოდა მასაც იგივე განეცა და რასაც ომერი განიცდიდა. მინდოდა მასაც ისეთი ნდობა ჰქონოდა ტეფოსი, როგორიც ომერს ჰქონდა ალის მიმართ. ის მას ენდობოდა. მე მინდოდა მას ეფიქრა რომ გადაარჩინოს. მინდოდა ეფიქრა რომ ახალი ცხოვრების დაწყება შეძლებდა. სწორედ ისე როგორც შენ გქონდა ეს წარმოდგენილი. მოკულა პრობლემა არ არის. პრობლემაა იძულო ადამიანი რომ მოკვდეს, მაგრამ შენ კიდევ უფრო უკეთესი გზა იპოვე. არა? ის კაცი რომ დავინახე, მაშინვე გამინეცდა გონება. ადრე დიდი ხნის წინ ის კაცი ვნახე სახელოსნოშიც, სასამართლოზეც. ახლა კი აქ არის. მათ უნდათ იგივე გამიკეთონ, რაც ომერს გაუკეთეს. მაგრამ შენ გინდა რომ გაგიკეთონ? კი, მინდა. გააკეთებენ კიდეც. ოღონდ მინდა ყველა მათ ნაბიჯს ხედავდე. ალიმ უკვე გამოამჟღავნა ინტერესი. უკვე მიაგენის საშუალებას, როგორ შეუცვალო ტყვიას მიმართულებაც მიშვილო. მართალი მითხარი, გულახდილად მითხარი ომერს ალი შეეცოდა თუ უბრალოდ ეზელმა იპოვა სხვა გამოსავალი? რატომ დარეკე ბოლო წუთს არესროლო, რატომ? ალბათ ორივე ვარიანტი სწორია ძია. ალის თუ მოვკლავთ, ისინი უფრო ფრთხილები გახდებიან. თუ ახალი თამაში დაიწყეს, სამჯერად ჩვენ განზე დავრჩებით. ყველაფერი გათვლილია. მე მხოლოდ შუამავალი ვარ. როცა ტეოფიქს დაურეკე მატარებელში, მხოლოდ ის უთხარი არესროლო, როგორც შეთანხმებულები ვიყავით მეთქი. ტეოფიქი თუ საღად აზროვნებს და შუა თამაში არ დაავიწყდება, ვის და რატომ უნდა უღალატოს, ალი ჩვენთვის იმუშავებს, თანაც ისე რომ ვერც მიხვდება ამას. შენ თვითონ თუ ახერხებ, განასხვაო, ვის უნდა უღალატო და რისთვის მიშვილო. შენ იცი რომ ეს გარდაუვალია, არა ძია? მოვა დრო და მივხვდებით რომ ყველანი ერთმანეთს ვღალატობთ.
ცუდად გეძინა? დაღლილი ჩანხარ. არ ვიცი. ეს 2 დღეა კარგად მძინავს. შეიძლება ითქვას ძალიან კარგადაც კი. რა არის ამის მიზეზი? დამასიზრა თითქოს ვიღაც მეხუტებოდა. მაგრამ რომ გავიღვიძე გვერდით არავინ აღმოჩნდა. არა და ისეთი განცდა მქონდა თითქოს ეს ცხადში ხდებოდა. როგორც ჩანს, ჩემი ბედი არ არის. რომ ესოდევის გამო ეკლავ თავს, არ მოინდომებდი ამას. ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია. შეგიძლია კეთილი საქმე გააკეთო? მაინც რა? დაუძახე ჩემს თავს. ეზელ. მაპატია მინდა მარტო ვიყო. სწორად გამიგე. მოდი ნუ გავართულებთ ყველაფერს. რას ნუ გავართულებთ? ჯენგიზმა მეღალატა. მე მინდოდა სამაგიერო გადამეხადა მისთვის, შენ სწორედ ამ დროს ჩემ გვერდით აღმოჩნდი. სულ ეს არის. რატომ არ მეყურებ? რას გულისხმობ? თვალებში რატომ არ მეყურებ? რატომ გაურბიხარ ჩემს მზერას? ეზელ, აქ მაინც დამანებე თავი. სიმართლე მითხარი და შეგეშვები. რატომ ბრაზობ? რატომ გამერბიხარ, ეიშან? ეიშან. დეიდა ჩემი მოკვდა ჩვენ გამო. გაიგე? ჩემ გამო. ჩვენ გამო მოკვდა. მე საყვარელ ადამიანებს ვუღალატე, ამიტომ მოკვდა. თუ შენ აგირჩევ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს დავკარგავ. გესმის ეს თუ არა? ამის გამო არ ბრაზობ. სხვა რამეს გაურბიხარ. რაზე ლაპარაკობ? როცა მკოცნედი, რაზე ფიქრობდი? არაფერზე არ გიფიქრია? სიმართლე თქვი. ფიქრობდი. ბახარზე ფიქრობდი, შენ შვილზე თუ ჩემზე? დეიდა შენის სიკვდილის ამბავი რომ გაიგე, ყველაფერი ინანი არა? მაგრამ ეს შენს ხელში არ იყო. რა იყო სიმართლის თქმის ხრცხვენია რა? ასე არ არის. სწორედ ასეა, შეეგუე ამას. შენს გულში არ არის არც სინანული, არც დარდი. ეს ყველაფერი თეატრია. შენ მხოლოდ ჩემთან ერთად ყოფნა გინდა, ეიშან. აღიარე რომ ასეა. რატომ? რატომ არის ასე ეზელ? იმიტომ რომ გრძნობა რომელიც ჩვენ შორის გაჩნდა ორივე ჩვენგანზე ძლიერია, ეიშან. შეიძლება ითქვას სიკვდილზე ძლიერია. რა გინდა ჩემგან? მინდა რომ ყველაფერი მიატოვო და ჩემთან მოხვიდე. არა. კი. დაიგო. მარტო გინდა ყოფნა. კარგი. ჩემს ოთახში ვიქნები. თუ დაგჭირდები, დამიძახე, კარგი? დაიგო. ვიცი დეიდასთან ძალიან ახლოს იყავი. ყველაფერს უყვებოდი. ყველაფერს ანდობდი. მაგრამ მე აქ ვარ, შენ გვერდით. მარტო არ ხარ. შეგიძლია მეც მომეყვე. რა დარდი გაქვს გულში? მე შენ გვერდით ვიქნები, რაც არ უნდა მოხდეს. ბაჰარ. გისმენ. მითხარი, დაიგო.
ძალიან მიყვარხარ. არ დაგავიწყდეს ეს, ძალიან მიყვარხარ. მეც ძალიან მიყვარხარ, დაიკო. ის, რასაც თქვენ სახლობლებს უმალავთ, მათ სავეს სასიკეთოდ, არასოდეს არ ჩაგეთვლებათ სიკეთე. Yetiştin. კარგ დროს მოხვედი. Başım belaya girmedi. რაღაც თუ არ შემემთხვევა, ისე არ მოდიხარ. Olsun. მაგრამ არა უშავს. ესეც მიხარია. Hadi gel. მოდი. Ezel lütfen ეზელ, söyler misin? ხო ვუთხარი ჩემს დას, რომ ახლა ამის დრო არ არის. საკუთარ თავში არ უნდა ჩაიკეტოს. ბაჰარ ასაკეთებ ამით. აბა რა ვქნა? მე არ მიჯერებ. Ezel arkadaşım. ეზელი შენი მეგობარია. იქნებ მას დაუჯერო. უნდა რომ დეიდას სახლში მარტო წავიდეს. ვერ გავიგე, მარტო ყოფნის უფლება არ მაქვს? Kendini bırakmak istiyorum. შენ სასოწარკვეთილებაში ხარ. ჩვენ არ გვაჩვენება ამას, ამიტომაც გინდა იქ მარტო წასვლა. ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, ეზელს ამის დრო არ აქვს. Ezel kalksın. აქ შენ გამო მოვიდა. Lütfen söyler ეზელ უთხარი, რომ ჩვენ მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები ვართ. დაიკო, Senin en yakın. მარტო ვერ დაგტოვებ, Seni dinlemek იმიტომ რომ için ძალიან çok გვიყვარხარ. seviyoruz. არა, Ezel. ეზელ, გიხოცები, შენ თვითონ უთხარი. Bahar doğru söylüyor Eşen. ეშენ. ბაჰარი მართლაც გეუბნება. ჩვენ არ ტოვებთ, იმიტომ რომ ძალიან გვიყვარხარ. Çünkü seni çok Zaliye. seviyoruz. Tamam. კარგი, İlle de gitmek რა კი ასე ძალიან გინდა წასვლა წადი, მაგრამ მარტო არა. ეზელთან ერთად წადი. Ezel'le. Beni almıyorsan ჩემ მაგივრად ეს იყოს შენს გვერდით. ასე უფრო წყნარად ვიქნები. კარგი? Günahkarlar გარდა ამისა, ისინი ცდილობენ მუდამ ჩუმად იყვნენ. Çünkü bazı günah ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ მათი ცოდვები მათ დუმილში იმალებიან. იცი, როცა პირველად შევედი დეიდა ჩემის სახლში, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ აღარასოდეს გავიქცეოდი და არ ვიცრუებდი. იცი, რა ძნელია ცხოვრებაში ყველაფრის თავიდან დაწყება. რომ იცოდე ეს რა ძნელია. ძალიან ძნელია ყველაფრის თავიდან დაწყება. შემიძლია წარმოვიდგინო. საკუთარ თავს ვპირდებოდი, რომ ახალ ცხოვრებას დავიწყებდი. მაგრამ ეს მეტისმეტად რთული აღმოჩნდა. doktoru buldular. ექიმს მიაგნეს. Evet. კი, Baştan შესანიშნავად ვიცი, რომ ძიმეა ყველაფრის თავიდან დაწყება. Hayatımın en güzel 2 senesi. აგაიარა ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზ მოწლებმა. yukarı ზევით რა არის? Bir şey yok. არაფერი. hiç mi? საერთოდ არაფერი? Odam var. ჩემი ოთახია. Bana არ გინდა მოჩვენო? Hayır. არა, Evet. კი. Hayır. არა. Evet. კი. Eşen. ეშენ. O zaman o ilk güne geri dönebilir. შემთხვევით დრო შეიძლება შემოbrunდეს.
Eyşan. ეიშან, Aynı hazın, თუ ისევ გინდა იმავე შეცდომის გამეორება, aynı günahı ისევ მოგიწევს მის გამო საზღაურის გადახდა. Ama günahın sevdiğini თუ კი შენი შეცდომა სასიკვდილო იქნება, cezan სასჯელს tekrar ვერ etmek აცდები. ellerinde onu. Geldin. შენ აქ ხარ, Buradasın. შენ მოხვედი. Ağlama. ნუ ტირი. არ გვინდა ცრემლები. Benim, ეს მე ვარ, ეიშან, benim. მე ვარ. ხო, Benim istediğim მაგრამ შენ ის არ ხარ, ვინც მე მინდა.